მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო კონფლიქტი. უბრალოდ რაღაც მოხდა გაუგებრობა, იმიტომ რომ წინასწარ არ იყო საკითხი შეთანხმებული. დღეს მდგომარეობით ფაქტურად არავითარი პრობლემა არ აქვს და ერთი რამ უნდა განსაკუთრებით დავაფიქსირო. პირადად მე ჩვენი სამინისტრო მედია საშუალებებთან ყოველთვის ვარ გახსნილები და პირიქით ჩვენ გვინდა რომ როგორც პოზიტივი, ასევე ნეგატივი ობიექტურად იყოს შეფასებული, მივესალმებით ასეთ საკითხებს და ვერ ნახავთ თქვენ ჩემი მუშაობის პერიოდში თუნდაც ვერც ერთ ფაქტს, რომ ჩვენ მედიასთან დამოკიდებულება გვქონია რაღაცნაირი დაუშვათ. ბატონო, პირადად თუ შეისწავლეთ, ანუ რა მოხდა რეალურად, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, რა მოხდა ჟურნალისტთა და თქვენ თანამშრომლებს შორის და კიდევ ერთი კითხვა მაქვს აქვე დავამატებ, თქვენი თანამშრომლები სამუშაო საათებში ღვინის ქარხნის ეზოში რას აკეთებდნენ, ანუ შენობაში? თუ გაქვთ ეს ჩვენთან ჩამოსულები არიან სტუმრები ბელარუსიიდან 4200 ძირამდე კენკროვან მცენარეებს ჩუქნიან. ამჟამად მიმდინარეობს დაგეგმარებითი სამუშაოები და ბუნებრივია ჩვენ ვაჩვენეთ მოითხოვეს მათ რომ ჩვენი სადემონსტრაციო ნაკვეთები ხულოში, ქედაში, შუახევში და ასე შემდეგ ეს ნაკვეთი მდებარეობს ტერიტორიულად ახლოს და მეორე რა თქმა უნდა ისურვეს რომ ენახათ გადამამუშავებელი საწარმოები, იცით რომ სულ ცოტა ხნის უკან გაიხსნა ხილის გადამამუშავებელი საწარმო, ასევე ღვინის გადამამუშავებელი საწარმო. აინტერესებდათ ბელარუსელ ჩვენს სტუმრებს და კოლეგებს დაათვალიერეს წამოვიდნენ და ერთ მომენტს მინდა ხაზი გაუსვა კიდევ რომ როგორც კი დაიწყო ამ თემაზე საუბარი, ჩვენი სამივე თანამშრომელი მივიდა სამხარაულის ცენტრში და გაიარეს შემოწმება იდეალურად არც ერთი წვეთი თქვა შეიძლება ითქვას ალკოჰოლის სასმელი არ ქონდათ მიღებული. გაფრთხილება თუ მიიღეს, რამე თქვენ როგორ ფიქრობთ და ეს ინციდენტი ორჯერ მოხდა, ერთხელ თუ გახსოვთ სულხან მესხიძესთან ძალიან ადრე იგივე პიროვნებაც ჰქონდა თქვენს მოადგილეს TV25 ჟურნალისტთან და მეორე ეს თუ აპირებთ რაიმე ტიპის ან სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს თუ ფიქრობთ რომ ეს არ იყო პრობლემა, ანუ არ იყო ამ შემთხვევაში დამნაშავე თქვენ თანამშრომელი. მე როგორც მითხრეს თვითონ ჟურნალისტი იქცეოდა ძალიან არაადეკვატურად, უფრო მეტიც ამბობენ რომ იყო ნაშვალ მდგომარეობაში და თუ არ ვცდები ამის დამადასტურებელი საბუთიც არსებობს. მე ვფიქრობ რომ როგორც მედია საშუალებებმა, ჟურნალისტებმა, ასევე ჩვენ უნდა ვიყოთ ობიექტურები და ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყოთ მუშაობაში. კიდევ ერთხელ უნდა დავაფიქსირო რომ მთლიანად სამინისტრო მედია საშუალებებთან არის ყოველთვის გახსნილი და ვითხოვ ყველას რომ როგორც პოზიტივი, ასე ნეგატივი იყოს დაფიქსირებული ოღონდ ობიექტურად და როცა ადამიანი იმყოფება არაადეკვატურ მდგომარეობაში. აი რაში გამოიხატება არაადეკვატური მდგომარეობა, რაში გამოიხატებოდა, თქვათ რა ხდებოდა, ჩვენ იქ არ ვიყავით ამის თვითმხილველები და თქვენ რომ მოგვიყვეთ, თქვათ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? მინისტრის მოადგილე რომ ფას ხურძნის ჩაბარების ფას განსაზღვრავს ბაზარი ერთი, მეორე ეს არის კერძო საწარმო და რთველი როგორც ჩვენთან ჯერ არ დაწყებულა, ჩხავერი გვიან შემოდის და როცა ეს აუხსნა თავარ სპეციალისტმა, ამით არ დაკმაყოფილა როგორც ჟურნალისტი, მოითხოვა სხვა რაღაცები და როცა მივიდა მინისტრის მოადგილე და აუხსნა რომ მე ვარ მინისტრის მოადგილე, ესეთი პიროვნება და ნებისმიერ საკითხზე შეეძლო გაეცა პასუხი, ჟურნალისტის მხრიდან ყოფილა ესეთი საუბარი, აი შენ ვინახარ არ მაინტერესებს და ესეთი საუბრები და მე ვფიქრობ რომ არ არის ახლა დეტალებში ამის ის გაიგო ალბათ და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო როგორც ჟურნალისტები, ასევე ჩვენ საზოგადოება ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს იმისათვის რომ იყოს ობიექტური და იყოს სამართლიანი. ბატონო, ერთი კითხვა მაქვს კიდევ, როგორც მე ვიცი თქვენმა თანამშრომლებმა ექსპერტიზა ჩაიტარა სამხარაულის ბიუროში ღამის 12-ის ნახევარზე, არ მაქვს მე დაზუსტებული ინფორმაცია. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია რომ საათზე მოხდა 9 საათისთვის მე როგორც ვიცი, მაგრამ პროცედურა რამდენხანს გაგრძელდა არ ვიცი, ანუ როგორც კი დაბრუნდნენ ფაქტიურად რაიონებიდან და როგორც გითხარით ესენი ამოწმებდნენ სხვადასხვა ობიექტებს და ჩვენ მაშინაც მივიღოთ გადაწყვეტილება რომ არ ყოფილიყო თემა სალაპარაკო, თავისთავად წავიდნენ ცენტრში. შეგიძლიათ ეს დასკვნები ჩვენ ჟურნალისტებს რომ მოგვაწოდოთ თქვენი თანამშრომლები? ვაწოდოთ უკვე გუშინ გქონდათ ამასთან დაკავშირებით იყვნენ ჩვენთან ჟურნალისტები, თვითონ შეხვდნენ მესხიძეს, სხვა თანამშრომლებს და მე როგორც ვიცი ეს ინფორმაცია არის მიწოდებული.